მოგესალმებით. მოცემულ ვიდეო გაკვეთილში განვიხილოთ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის საგნის გამოცდის პრაქტიკული უნარების მეორე ნაწილი. თავდაპირველად დავიწყოთ, რა თქმა უნდა, Word-ის შექმნა. ეს არის პირველი დავალება, გავხსნათ Word-ი და მივყვეთ ინსტრუქციას სამუშაო გვერდის პარამეტრები და მახასიათებლები. A5 ზომა. Page layout-ში მოვძებნით size A5. შემდეგ ორიენტაცია ვერტიკალური. ეს ავტომატურად არის მინდვრის ზომა 4 მხარეს 2.5 სანტიმეტრი. აი აქ page setup-ის გვერდით დახრილ ისარზე დავაწყაბებთ და აი აქ უნდა ჩავწეროთ ყველაზე 2.5 სანტიმეტრი. ამას მე ახლა მეორენაირადაც გამოვიტან, რომ ვიცოდეთ როგორ არის. აქ ჩავწეროთ შემდეგნაირად. ანუ მე აქ ახლა ორივე ხერხი განვიხილე, რაც ჩვენს დოკუმენტში არის მოცემული და დავაკვირდეთ შედეგს. თავიდან გავხსნათ ის. როდესაც ჩავწერე პირველი 2.5 სანტიმეტრი მივუწერე, ის ავტომატურად გარდაქმნა მან რიცხვით მონაცემად. ძალიან კარგი. შემდეგ აკრიბეთ შემდეგი ტექსტი და პარამეტრების დაცვას გთხოვენ. აი ეს ტექსტი მე მაქვს უკვე აკრებილი და დრო რომ არ დავკარგო, ამას დავაკოპირებ და გადავიტან ჩვენს დოკუმენტში. სილფაინი, დავისწავთ სილფაინით მოგაკრებილი ზომა 12. შემდეგი მოთხოვნა არის აბზაცი 0.75. მოდი დავაბრუნებ აი ამ აბზაცს ჩვეულებრივ, როგორაც იყო. და აქ ჩავწეროთ 0.75 სანტიმეტრიანი 0.3 პირდაპირ და აბზაცის შემოიწა. ასევე აი ამ აბზაცის გამოტანა შეგვიძლია აი ამ first line დაწყაბუნებით და აი აქ ჩავწერთ აბზაცის მონაცემს. სტრიქონებს შორის დაშორება 1.15 წესით დარიგით, ეს ისედაც უნდა იყოს, დიახ არის. და გამოვიყენოთ გამოგება დახრა ხაზგასმა შესაბამისად. კარგი, განვაგრძოთ. შემდეგ გვაქვს სკოლიო, უნდა გავუკეთოთ მას A და B და შრიფტის ზომა 9. სკოლიოსთვის შევდივართ references insert footnote. ოღონდ ჯერ უნდა ავირჩიოთ, რას უკეთებთ სკოლიოს. ეს არის ლავრაზია. Insert footnote და ერთიანი შევცვალოთ ABC. აი აქ ჩამოვიტანოთ ტექსტი, რომელიც მე წინასწარ მაქვს აკრებილი. დრო არ დავკარგო, რა თქმა უნდა. და ეს ტექსტი უნდა იყოს 9 შრიფტით. შემდეგ
აქაც გავუკეთოთ სკოლიო და აქაც შემიძლია ხელით ჩავწერო ტექსტი ან უბრალოდ დავაკოპირებ და გადმოვიტან. იმედია ეს არ დაგვაბნევს. მოვნიშნავ და მივანიჭებ მას ზომას 900. ესეც ასე, სკოლიოც გავაკეთეთ. შემდეგი გვაქვს და ჩავსვათ სათანადო ნახატი და ჩავსვათ ესეთი წრე, რომლის პარამეტრებიც არის ჯერ მდებარეობა გვერდის ცენტრალური მარჯვენა მხარე. Position-ში ვირჩევთ აი ამას, გვერდის ცენტრალური მარჯვენა მხარეს. და ტექსტი უვლის ნახატს წრის დიამეტრი 4 სანტიმეტრი 1.57. Სრავად მე აი ამ ფიგურას თავიდან გავაკეთებ ასე. შემდეგ რა გვაქვს? წრის ფერი ცისფერი, კონტური ცისფერი 1 ტონით მუქი. მე ეხლა სამწუხაროდ ვერ ვხედავ ჩემს დაბეჭდილში რა ფერი არის მოცემული, მაგრამ პირობითად გავაკეთებ და იმედია გასაგები იქნება. რაც შეეხება კონტურს, აი აქ გვაქვს მეორე არჩეული, აქ ავირჩიოთ უცრავად, აქ მეორე, აქ მესამე. ესეც ასე. ჩავსვათ text box-ი მდებარეობა იხილეთ ნიმუში. text box-ისთვის ისევ შევდივართ აი აქ და ჩავსვათ პირობითად აი ესე. ზომა 2.4-ზე 0.79 და 1.57. ესეც ასე. ჩარჩოს ფერი ცისფერი. აურჩიოთ ამასაც აი ეს ფერი. ტექსტის ზომა 9, რომელიც მასში უნდა ჩავწეროთ. 9. დავიწყოთ ტექსტის აკრება, ხმელეთის ზედაპირი. Darva teri 94. აქ გვინდა კვადრატი, რა თქმა უნდა. შემდეგ
ესე იგი 99 გრადუსისთვის მომნიშნავ და ანალოგიურად აქაც ესენი უნდა გავამოქოთ. შემდეგი რასაც გთხოვენ ეს არის ნიმუშის ანალოგიურად გვერდს უნდა დავუხდოთ ზედა კოლონ ტიტული. ზედა კოლონ ტიტულისთვის შევდივართ insert header და ვირჩევთ სასურველ კოლონ ტიტულს. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოგვადგება წავშალოთ და მარჯვენა კუთხესთან დავიწყოთ დაწერა. ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დახრილი და ზომა 12. ძალიან კარგი. შემდეგი დავამატოთ წყლის ეფექტი. ჩვენს დოკუმენტს page layout watermark-ში შევდივართ custom watermark და აი აქ წერთ ნიმუში. ხოლო ფონტში ვირჩევთ ქართულ შრიფტს. როგორც ხედავთ, დაიწერა ჩვენი ნიმუში. ვფიქრობ, რომ აი ამით ჩვენ დავასრულეთ აი ამ დოკუმენტზე მუშაობა. ეხლა ის უნდა შევინახოთ ჩვენი პირადი ნომრით და ნახოთ ხომ არის ყველაფერი როგორც შევასრულეთ. დიახ, ყველაფერი არის. ეხლა შეგვიძლია თამამად ავტვირთოთ ის სისტემაში. განვაგრძობ მუშაობას. ეხლა შემდეგი არის Excel-ის დავალება. Excel-ის დავალებას მე ახლა აქ არ განვიხილავ, რადგან პირველ და მეორე ნაწილში პრაქტიკული უნარჩვევების პირველ და მეორე ნაწილში ისინი თითქმის ერთმანეთის ანალოგიური არის და ამისთვის დროს არ დავკარგავ და გადავალ პირდაპირ PowerPoint-ზე. პირველ რიგში გავხსნი მე PowerPoint-ს. აი აქ როგორც ვიცით გვჭირდება ჩვენ 4 სლაიდი. ეხლა განვიხილოთ საერთო მოთხოვნები, ინტეგრირებული თემა Civic, აი ეს არის, გავააქტიუროთ ის ყველა სლაიდისთვის. შემდეგი გვაქვს იმუშავეთ სილბაენით და სლაიდიდან სლაიდზე გადასვლისთვის გამოვიყენოთ ერთნაირი ეფექტი. პირველ სლაიდზე გვჭირდება სათაური პერიფერიული მოწყობილობები. მე ის მაქვს შენახული Word-ის ფაილში და დავაკოპირებ, რომ დრო არ დავკარგო. აი ესე, ხოლო ქვემოთ უნდა დავწეროთ მისი შესაბამისი განმარტება. მე ჩემს ვარიანტს დავწერ. რამდენად სრული არის ის. ეგ რამდენად არ ვიცი, თუმცა ნიმუშისთვის გამოგვადგება. მეორე სლაიდზე გვჭირდება სათაური პრინტერი და სკანერი. აი აქ ჩავსვამ backspace-ით გავასწორებ აი ამას და ძირითადი ტექსტი, აი ეს რომელიც ასევე წინასწარ მაქვს მომზადებული. აი აქ ჩვენ არ გვჭირდება არანაირად მარკირება, ესეც გავასწოროთ. ხო, ეხლა აქ რა გვინდა
გვინდა მოწყობილობის სახელი. მოწყობილობის სახელისთვის გვჭირდება გამუქება და ეს ჭრტილი. ანალოგიურად მეორესთვისაც ეხლა ფორმატს დავაკოპირებ, ხოლო დანარჩენი ტექსტისთვის გვინდა დახრილი ტექსტი. იყოს ასე. შემდეგი გვაქვს აი აქ ანიმაცია. შევდივართ animation, custom animation. დავამატოთ ანიმაციური ეფექტი და აქ გვჭირდება brush on underline. აი აქ გამოტანილია, მაგრამ მე ვნახავს სად არის ის. დაზუსტებით, ის არის აი აქ. ნამდვილად მუშაობს სწორად. შემდეგ მე მგონი აქ დავასრულე მესამე სლაიდზე მინდა სათაური პრინტერი. და აი აქ კი მჭირდება უკვე smart art-ის გამოყენება და ვერტიკალური სურათებიანი სია, vertical picture list. ეს გვაქვს, აი ეს არის. აქ უნდა ჩავსვათ სურათები, ხოლო აქ ტექსტი. ტექსტში გვინდა მატრიცული პრინტერი. ესენი ვფიქრობ, რომ არ გვჭირდება, ამიტომ იმათ წავშლი. ეხლა ჩავსვათ სურათებიც. ეს როგორც ვიცი არის მატრიცული. შემდეგ ჭავლური და ლაზერული. მე მგონი ესეც დავასრულე ამ სლაიდზეც მუშაობა. გადავიდეთ მეოთხეზე. ყველაზე ალბათ რთული. აქ გვინდა სკანერი. შემდეგ გვჭირდება აი ეს ტესტი. მაგრამ არანაირად მარკირება. აი ამათზე გვინდა ასეთი ვარიანტი და მარჯვენა მხარეს ეს სკანერი. ეხლა გადმოვიტანოთ აქ ტრიგერისთვის საჭირო სწორი პასუხის და შეცდომის აღნიშნულები. ეს ჩემი აზრით მესამე არის სწორი და შესაბამისად მას გავუკეთებ სწორი პასუხის და
მეოთხე. აი ეს. ეხლა თითეული სავარაუდო პასუხი ჩავსვათ ფიგურაში. ასეთნაირად, მაგრამ ან როგორც ხედავთ, გადაფარა ტექსტი და ამიტომ ტექსტი უნდა გამოვაჩინოთ. აქ ჩარჩოს ფერი სიმბოლო ყველა ანალოგიური ფერის ვერ ვნახე, არ მინდა რომ ძალიან შევიწუხო თავი. ეხლა აი ამ ფიგურას დავაკოპირებ და ჩავსვამ ყველაზე. ეს მეორე. შემეძლო ესენი ყველაფერი გამეკეთებინა და თავიდან ჩამესვა აი ამათგან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე უფრო მარტივი არის. ეხლა დავაკავშიროთ ესენი ტრიგერით ერთმანეთთან და ანიმაციას ვიყენებთ. პირველი შესაბამისად აი ეს პირველს და ეხლა შევქმნათ ტრიგერი. აი აქ შევდივართ timing triggers start effect on click off. აი აქ დავუკავშიროთ პირველ ჩასმულ ფიგურას, შემდეგ ანალოგიურად ანიმაცია და შესაბამისი ტრიგერი, რომელიც დაიწყება მაუსის დაწყაბუნებით. მესამეზე ისევ ანიმაცია ჯერ, შემდეგ ტრიგერი. და მეოთხე ანიმაცია. აი ტრიგერის გამოტანა აქედანაც შეგვიძლია ჩვენ ოღონდ გადავალთ ტაიმინგზე, ტრიგერს. აი ეს. ეხლა აუცილებლად უნდა გადავა მოწმოს თუ სწორად გავაკეთე.